ჯერ ვნახოთ, როგორ დაალაგდება კონფლიქტი. ასეთია ოცნების პოზიცია ირანში მიმდინარე მოვლენებზე. თითქმის ორკვირიან საპროტესტო აქციებსა და დემონსტრანტების მკვლელობებს საქართველოდან ოფიციალურად არავინ გამოხმაურებია, მათ შორის არც საგარეო საქმეთა სამინისტრო. შეგახსენებთ, პრემიერის პოსტზე მყოფი კობახიძე 2024 წელს თეირანში ორჯერ იმყოფებოდა, ჯერ ერთი პრეზიდენტის გასვენებაში, შემდეგ კი მეორეს ინაუგურაციაზე. ირანის რევოლუციურმა გვარდიამ უსაფრთხოების წითელი ხაზი გამოაცხადა და სახელმწიფო საკუთრების დაცვის პირობა დადო. ირანის რეჟიმი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების უკან უცხო ძალების კვალს ხედავს. დაღუპულების რაოდენობა კი 60 საჭარბებს, დაკავებულია 2300-ზე მეტი ადამიანი. ამ ფონზე საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ საერთო ჯამში სიტუაცია კარგია. ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ პროტესტის ჩასახშობად ჰეზბოლას წევრები და ერაყის მილიცია განალაგა. ინფორმაციას ირან ინტერნეიშნალი ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო ქსელი წერს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა X-ის სპარსულენოვან ანგარიშზე გამოაქვეყნა ცნობა, სადაც ირანის რეჟიმი გააფრთხილა. პროტესტის ჩასახშობად არ გამოიყენოს უცხოელი მებრძოლები. ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა სამხრეთ აფრიკის ყლებში ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყეს. ფრანს 24 წერს, რომ სამხრეთ აფრიკის მთავარ საზღვაო ბაზასთან რუსული სამხედრო ხომალდი უკვე ჩავიდა. წვრთნებში ბრიქსის 11 ქვეყნის საზღვაო ძალები მონაწილეობენ. წამყვანი ქვეყანა ჩინეთია.